წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 243-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. საღამოშვიდობის ხუთშაბათი ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18-ზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის. მათთვის პირველად გვისმენთ, თუმცა ძალიან ცოტა მეგულება. ეს გადაცემა ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად, გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა ფაქტებით დადასტურებული და გადაცემა, რომელსაც კვირიდან კვირამდე სულ მოთხოვნა ველოდებით ყველა. შემქმნელები, მსმენელები, წამყვანები, უძღობით ორნი, ისტორიკოს-კვლევარი, ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებზე radio.net.g, Facebook-ზე radio.net ცხადია გულისხმობ ჩანაწერებს და YouTube-ზე უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. სიამოვნებით მივესალმებით ჩვენს ერთგულმსმენელს მეგრულადაც და შემდეგ უკვე ტრადიციულად გადავინაცვლებ ბატონ ლაშასკენ. Bonjour გირობუაში ბატონ ლაშა, საღამოშვიდობის მუჭოზოჯუნთ. საღამოშვიდობის მოგესალმებით. ტრადიციულად თავად როგორ ბრძანდებით, მე გმადლობთ არამიშავს. კარგად და განსაკუთრებულად კარგად ვართ, როცა ხუთშაბათია. კი ბატონო, მოკლედ ბუნებრივია დღევანდელ დღეს 9 აპრილს ისე გვერდს ვერაულით, იმიტომ რომ ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში დაიწერა ძალიან დიდი ისტორია და ფაქტიურად 9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედიის დღე, ბუნებრივია, მაგრამ იყო ამაღლების დღე ჩვენი ერის და ამიტომაც ეს დღე დიდ გლოვასთან ერთად არის დიდი ზეიმის და მინდა ჩვენს საზოგადოებას მიულოცოთ 9 აპრილი და ჩვენს ქვეყანას უსურვო წარმატებული ბედნიერი მომავალი და გამთლიანება. მოკლედ 27 წელია 9 აპრილიდან გასული ბატონლაში. 27 წელი. და თითქოს გუშინ იყო. თითქმის 4 ათეული წელია უკვე, თითქმის ნახევარ საუკუნემდე დარჩა და მართლაც თითქოს გუშინ იყო. ისტორიისთვის მართლაც ეს წლები არაფერს ნიშნავს, მაგრამ ზოგადად მოვლენა იმდენად ეპოქალური იყო, რომ ის მართლაც ჩვენი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღი. და მადლობა ღმერთს, რომ გვაზიარეს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას, რაც სამწუხაროდ დახშული იყო საზოგადოებაში საბჭოთა იმპერიის შედეგად და მართლაც 9 აპრილმა 1989 წლის 9 აპრილმა საზოგადოებას ახალი სამყარო, თავისუფლების შეგრძნება, უფროლი ახალი განწყობით და ახალი მოცემულობით აჩუქა. ასეა ნამდვილად. სხვათა შორის სიმბოლურია დღევანდელი დღეც, თარიღიც და ზოგადად თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. ნებისკვირა მოგეხსენებათ, ძალიან მალე ვიზეიმებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და სწორედ თემა გვაქვს ასეთი ბატონლაშა გისმენთ ყურადღებით, რაზე ვსაუბრობთ დღეს. კი ბატონო, ნამდვილად ჩვენ წინ რადიო გადაცემაში ვისაუბრეთ დიდ პიჩვანზე და სწორედ ამ თემის გაგრძელება დღეს როგორც თქვენ ბრძანეთ ნებისკვირაა და მოკლედ ამ ნებისკვირაში განსაკუთრებით ძიმე დღეები იყო ეს სამეგრელოში, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, მაგრამ თვითონაც თქვენ წარმოიდგინეთ და იმდენად ის იყო ჩვენი საზოგადოება სიცოცხლის მოყვარული, რომ აქ ერთი დღე გამოარჩიეს ცაშხაჯინჩი, ცაშხადიდი და ეს იყო სამხიარულო დღე. ანუ ერთგვარად რიტუალებით გაჯერებული, სადაც ერთმანეთთან არის შეზავებული როგორც წინარე ქრისტიანული ხანის რიტუალები, ასევე ქრისტიანული ხანის რიტუალები და სწორედ ამაზე გვექნება, რას ნაკლებად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, ამაზე გვექნება საუბარი, თორემ ჩვენ ვიცით ქრისტიანული კალენდრი დიდი ხუთშაბათი და ამ დღეს რა რიტუალები ტარდება. თუმცა ჩვენ აი იმ ძველი კოლხური სამყაროდან რა ტრადიციები შემოგჩა, ამაზე გვექნება საუბარი და იმედია საზოგადოება ამას მიიღებს როგორც ნორმალურ მოვლენას, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა იმის პრეცედენტი, რომ წარმართულ იმაზე ნაკლები აქცენტი გააკეთოთ, მაგრამ ეს ჩვენი ისტორია და ბუნებრივია ამას გვერდს ვერ ავიღეთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვეხებით, ის ჩვენი ისტორიის ნაწილია, ჩვენი წარსულის ნაწილია და მე მაინც მგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს. ხა რამდენად აუცილებელია ამის ცოდნა და გინდა არ გინდა იცოდეს არ ვამბობ, მაგრამ ამას ემსახურება. ჩვენი გადაცემა გისმენთ ბატონლაშა ორ ენაზე გვაქვს, მეგრულად და ქართულად და ტრადიციულად ჯერ მეგრულად და შემდეგ ქართულად. გირჩილეთ ბატონო. თქვენის ნებართვით ჯერ მეგრულად მოგახსენებთ, ამდღანიერი ჩქინჩიებაშ თართემარე ცაშხა ჯინში, კინთინე ცაშხა დიდი. დიდპიჩვანი შკვით მარიან პერიოდი სამარგაროს ტრადიციულად იშეგორუდ კონცარტ წესების თხილუად. სოდეთ ართიან ზოხოლუდ მუჭობშინეთენ აჯამურდო ქრისტიანულ ბორჯის ტრადიციებ. არქანჯელო ლამბერტი იჩიე
კოშიებ ნამუდა მარგალ მორწუნებ ათე დოპიჩუას ვეწის სუანა შუროთ ხორცის დო არცაშუმო წარასი პიჩანა ხონებაშ დაჭყაფუ მარას დო დალია მარას დიდპიჩუანიშ მაშკვითა მარას მარგალებ უძახუნა ნებაშ მარუას ნებაშ მარას შკვით ეკონიას მარა დიდის მერკე თანაფას ნებაშ მარას არძა ადამიერ ჭიჭეთშე დიდშა დო ჭყაფილ იპიჩან თენა გოკონდა გვალო მანგარ ლეხუან ხოლოქორდუკონ იშენ თხილან თეწესის ათე მარას არზაშუმოს უნწარაშ დღალებდუ თუთაშხა ჯუმაშხა დო ობიშხა მუჭოთ ქირსეშ ჯვარს მიკოჭკადუაშ დღა მარგალორნინას ტერმინ ოფშე შურიაფშ ფორმატ ხვადუნა ნამუც შანულენს მონკა აპოკალიფსურ დღას მარათინა ხოლო ოშინრე ნამუდა ათეცალ მონკა დოპიჩუაშ მარას არტ ქექე სახიელო რიტუალებით გიშაგორი დღა ხოლო მიღუნა დო თენარე ცაშხა ჯინჯ ცაშხა დიდ ნამუშე დამდგა ჩქენ რადიო კინოჩამას ქიფჩიებუთ კიდიბჭყა თევრეშე ნამუდა ჯვეშ მარგალეფიშ დაკვირათ უშულირს ორთაშ გოყურცხინაფა შუკალ ნებაშ მარას ხვადუთ თუთაშ ებშაფშაფა გობშაფა ებშაფა ათეშენ ნებაშ მარაშ თუთაშხას მუჭო თუთაშ დღას ჯოხო დიდ თუთაშხა ათე მარას ინწყუაფუთ მუჭოტო თუთაშხურ თეშ ოჯუმაშხურ საღორონთო ხვამუეფი ცაშხა ჯინჯიშო პატიცემობლერო დუ ხვამა ოცაშხური ნამუსუთ ნაგვიანა ბოჯის ქიგიათ ოჭაშხურქ და გეგნიღეს ფსხინ დღაშა ცაშხა ჯინჯიშ უკულიან მოვენ ცაშხაშა ნებაშ მარას მუჭოთ ფშინეთუნ მარგალეფირ წუნებად კაბე დღარხურდუ ცაშხა ჯინჯ კინთინე ცაშხა დიდ ნამუშ დაჯერა კოლხურ პერიოდში მოურც კოხეფიშ ასტრალური კოსმიური არზოვნებად ცაშხარე ცაშდღა მარა ნებაშ მარაშ ცაშხარე ცაშხა ჯინჯ არძა ცაშხაშ ჭვერხი დო ჩხვიჩ ცაშხა დღარხუეფიშ დაჭყაფ დღა ათეშენ საღორონთო ცაშხას მიშინანდეს მუჭოთ ცაშხა ბედნერი ცაშხა დიდებულინ თეშ ოინტერესერე ნამუდა ამ დღანერ აფსუა აფხაზებ ხოლო ანალოგიურო მიშინანა ცაშხა დიდის დო თიზ უძახნად ჩაჩხა დიდის ნამუ თაკ არდგიც მარგალურიშ გოულათრე გორჩქინელ მუჭოთი ძირენ ოხურ ბორჯის ჩაშხა ჯინჯ ჩაშხა დიდ ინწყუაფუთ გუშულირიშ ორთაშ გოყურცხინაფაშ პერიოდი შუკულდო თეთხა მერჩქინელდუ ოროფაშ ოფაშ დო კოსმოსიშ დღათ ათემ დღაცკუმა უჯვეშაშ რიტუალებრე მერცხილდო კანკალე თინებში ამ დღა თქვა გეგეჩიებუთ საშხა ჯინჯის თეცალ წესირდუ არძოფანიას აუცლებეროკო ითასუკო კოპეშიაკ ნამუც სიმბოლურო ოძირანც კოსმოსიშ თარ ნათობი მასინთებ შას დო ათე დღაშ გიშაგორუას ინოც ათე რიტუალიშ სიმბოლურ დო მისტიკურ გუნება მარა ასე თინა ხოლოკოშნერე ნამუდა ათე კოპეშიაკო თასუკო თიცალე ადამიანო სურპატონგ ნამუ ჭე ბეხვერია ოკორდუკო შხეშაკო მიახედუკო თესტი ღანკით გიშაგორუნდეს ნამუდა თეცალ პისკვალ დო ქვაზალია ოსურიშ ნათასა კოპეშია ხოლო კვარკვალია დო ქვიზალი უაფუთ დო მაჟრა ხოლო თიშანულობა უღუთე რიტუალს ქვეზერია ოსური ათაკ სიმბოლურო რე ბენდიდა დიდალეფიშ დიდა ოფაშ ახალ სიცორცხლეში გუმარჩქინე ოსურ ღორონთ ნამუთ ათეცალ მეჯინათ აფუთე ჯეშო მერჩქინე დო გინოჩამეჩქინ ჯვეშებს მუნეფიშ მითებს ლეგენდებს არიკებს დო თაშ ოდო ხოლო არქეოლოგიურ არტეფაქტებს ათე დიდა ღორონთი ჭახნაგებ ხოლო კვარკვალია ტორსიშ ფიგურებით რე გინოჩამი დო თაშ ხვადუნა ათე რიტუალს იძირე მუჭოთ მარგალებ შხვათურიშ კანკანე კათაცალო კოპეშიას ორწყენა მუჭოთ ოფაი სიმბოლოსუნ თეშ მინიატურულ კოსმოსის ფორმატ მუშ ფშადო ფშაშ ტიბინით ნამუთ ვიზუალურო გინოჩამირე კოპეშიას სიკვარკვალედო ბრელი თასიშ მილადვალად ცაშხა ჯინჯის სამარგალოს ხოლორდუ არტ რიტუალ თხილერ ნამუსუ ჯოხოთ გერიშირ ჯგინა ათემ დღას სამარგალოს უჩქუდეს მალწყარს ტანიშ ბონუა ჩქინკათაშ ჩქინჯვეშეფიშ მერჩკინათ ათემ დღას ცაშხა დიდიშე იჭყაფუთ მალწყარიშ გოტიბაფა დო არძანერ შურდგიმილ ათემ დღაშე ზოთონჯიშ უკულ პირველო იბონუნდე წყარს ტანს დო ათეშენ თის ოცადუდეს კუწორუაფდესკო არძანერ ჩხოლარშა ტანიშ ბონუა თინეფიშკას არძაშუმოსონ გერებშარდუ ბონუა უჭიშაფალ ათეშენ თერიტუას ქიგიათ გერიშირ ჯგინაკ ათემ დღას ხოლო უჩქუდეს ტუტაშ ხვაშ ეზოშა მინორღვაფა ათეს თიღანკით ორთუდეს ნამუდა ჩქინფანია წყირ დეთხიებუნია და ეთი ჩქინო უბადო კონთი მეძებელის ფანიას კუცენცია მუშოკო რაგადერ ჩქინდუ ლოგიკურ შეკითხირი მუინოც გერწკუმა ათე ბონუაშ ნრზის ვარდა ხოლო ტუტაშ ხვაშ ეზოშა ინორღვაფას ნებას მარაწკუმატო ქირსე ჯვარს მიკოჭკადუაცკმა ეს ვაკო კაბეთ გურიჩამა ნამუდა საშხა ჯინჯობა საშხა დიდობა ქრისტიანობის შახიან რიტუალ რდე დო თევრეშე ქუდოსკით ტრანსფორმირებულ ფორმატ ნამუთ ინწყუაფუთ ართად ასტრალურ თარ ღორონთი შოპატიცემებელო თინა ხო საშხა დიდირე დო თენა ხოლო ინწყუაფ ორთაშ გოყურცხინაფა შუკული ორაგადრე ნამუდა აჯამური ბორჯის დღარხვების უმენტაშობა ათემ
ბორჯის ინწყუაფუთ. თინახოლე ოშინერე ნამუდა ცაშხა ჯინჯობა გიშაკირზაფილო ნოჩქენა ოფუტე ცაიშის. ცაიშხო ცაშ ღორონთიშ ოზოჯინა ლაკარდუ. თავრეშე მოურთიშ ჯოხობა ცაიშ. სოდე ჯვეშ ბორჯის ცაშ ღორონთიშ ოხვამე ინოდგვე. ნამუთ ნაგვენა ბორჯის გოთირუ ქრისტიანულ ოხვამეკ. სკონდათ იზირე მუჭოთ ცა მეჯოქების მათხილე ღორონთირე. ათემთხას ხოლო ინწყუაფუთ ხვამა ოჭაშხურე, ოცაშხურე ხვამა. ნამუთ ცაშ ღორონთიშ ხვამარე. თენარდუ ორინჯიშ თხილუაშდო გაბრელებაშ ოხვეწე რიტუალ. ნამუთ ინწყუაფუთ საქონელის მათხილე ცაშ ღორონთიშ გურიშ მიკართინაფალო. ათაშ ნამუდა მარაშ არდღა ცაშდღა թե ღორონთიშ დღარე. ცაშხა ჯინჯი թե ცაშხების პატინ დღარე დო არცაშუმოს თარ ცაშხა დღარე. მუჭოთ ქრისტიანულ დღარხვე ფიშკასრე თარ დღა თანაფა. მოკლედ ესეთი ამბები ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი, გარდა იმისა რომ დიდი ხუთშაბათი ძალიან ბევრი რამეა დაკავშირებული ამ დღესთან და ძალიან ისეთი რიტუალები იყო სამეგრელოში. რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ რეალობასთან ძალიან მიახლოებულია. შეიძლება ითქვას და რიტუალები რომელიც მართლა კვათირი ჭრიდა და წლების მერეც რაღაცნაირად აი იდენტობას ინარჩუნებდა. არ ვიცი, შეიძლება თქვას ვიღაცა რომ რაღაცა მითია. არ არის ეს რეალობა, მაგრამ კაი ნათქვამი, აი თუნდაც ახლა ვინახავ ჩოკოჩი და რაღაცა რა მოსატანია ეს, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ნახა, მაგრამ ეს რაღაცეები ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები არის ისეთი, რაც არის მართლა რეალურად და პრაქტიკული გონებით არის ნასაზრდოები აშკარად ჩანს, კი ბატონო. ასე ნამდვილად და მეგრელი კაცი იყო ძალიან ჭკვიანი. ერთხელ თუ რაღაც დაკვირვებული და ჭკვიანი, ერთხელ თუ რაღაც არ გამოვიდოდა, იმას მეორჯერ არ გაიმეორებდა. რადგან ეს წლების შემდეგ ასე შემორჩა და დააგურჩა ეს ყველაფერი, ასე ისტორია და ტრადიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭრიდა ჩვენში. კი, ნამდვილად. აი რაც უფრო შევდივარ აი სიღმისეულად სწავლობამ, საკითხებს, ანუ ძალიან გაკვირვებული რჩები, ანუ რა დონეზე ქონდათ ბუნებასთან სიახლოვე. აი იმდენად იყვნენ აი ბუნებასთან ახლოს, რომ აბსოლუტურად ამინდი ცნობა იყო, ყოველდღიურობა ბედისწერა, აი ყველაფერს გასაზრდად იმდენად ახლოს და გათვისწრებული ქონდათ ეს და თანაც ეს ყველაფერი ქონდათ რაღაც აგებული აი სქემატურად კი არა, არანუ კანონზომიერად და გარკვეულ ჩარჩოში ქონდათ მოქცეული, არ როგორც ლოგიკური ჩარჩო და შესაბამისად ამით ხელმძღვანელობდნენ ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კი, ახასია ნამდვილად, რა ვიცი, სინოპტიკოსებზე უფრო ემთხვეოდა, ეხლა ვიღაცა არ გამომეკიდოს სინოპტიკოსებმა არ ჩამქოლონ, მაგრამ თუნდაც მამლის და ცხოველის მოქმედებით და საქციელით შეეძლოთ ამინდი ზუსტად ერთ-ერთში განისაზღვროს. აი საათის გამოცნობაც რომ იცოდნენ, ესეც სასწაულია უბრალოდ, აი ვარსკვლავური ცხოვრებაზე ჩვენ ვისაუბრეთ და მაშინ ბევრ თემას ვერ შევეხეთ, მაგრამ აი რო დააკვირდებოდეთ ხო, კი ბატონო და მოკლედ აი ცას შეხედავდნენ და იცოდნენ, მიუხედავად უამინდობისა, იცოდნენ რა დრო იყო და სასწაული. მოკლედ ასეთ საინტერესო თემები გვაქვს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა ცაშხა ჯინჯიზე. ცაშხა დიდი ქუგამგებნა, მაგრამ ათე ცაშხა ჯინჯი ის უფრო არქაულია, ხო, ეს უფრო არქაულია. ცაშხა დიდის არქაული ფორმა. ეს მერე გაჩნდა ცაშხა დიდი, თორემ ცაშხა ჯინჯი ერთი და იგივეა სემანტიკურად, შინაარსობრივად, უბრალოდ ცაშხა ჯინჯი იყო ძალიან არქაული პერიოდიდან მოდის და მერე უკვე აი ეს ფორმა ჩამოყალიბდა. კი ბატონო, მოკლედ მეგრული ვერსია მოსმენილი გვაქვს, ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო მეგრულად, მაგრამ ზოგადად იმდენად რთულია და იმდენად ისეთია, მეშინი არ დავამახინჯო და საერთოდ არცი არ შეუცვალო, ამიტომ პირჩევნია ქართულად ვისაუბრო ამ შემთხვევაში და ბატონოშა, თქვენთვისაც ქართულად საუბრის ჯერი. კი ბატონო, ნამდვილად, მოკლედ ცაშხა ჯინჯი დიდმარხვის შვიდკვირიანი პერიოდი სამეგრელოში ტრადიციულად გამოირჩეოდა განსაკუთრებული მკაცრი წესების დაცვით, რაზეც ლამბერტი საუბრობს, მორწმუნეები არ მიირთმევენ ხორცს ამ დროს, ხოლო პირველ და ბოლო კვირას მკაცრად მარხულობენ. მეშვიდე ნების კვირას მეგრელები უწოდებენ ნებაშ მარუას, ნებაშ მარას, შკვით ეკონიას, მარა დიდის, მერკე თანაფას. ნების კვირას ყველა ადამიანი დიდი ან პატარიანად, მათ შორის მძიმევადყოფის ცდილობენ მარხვი წესების მკაცრად შენახვას. განსაკუთრებით მკაცრი დღეები იყო ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი. პარასკევი ჯვარცის დღე მეგრულნაში დამკვიდრებულია როგორც უმძიმესი და აპოკალიფსური დღე და ის აღენიშნებოდა ტერმინით ოფშხეშურია. საოცარია რომ ასეთი მძიმე კვირას მეგრელები მაინც გამოყოფენ შედარებით ერთხიარულ დღეს და ეს არის ცაშხა ჯინჯი, ცაშხა დიდი, ანუ დიდი ხუთშაბათი, რომელსაც დღევანდ ჩვენს რადიო გადაცემაში გვექნება საუბარი. დავიწყებთ იქიდან რომ ძველად მეგრელთა წარმოდგენით გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ ნების კვირას ხდებოდა თუთაში ეშაფშაფა, გობშაფა, ებშაფა, ანუ მთვარის აღსება, მოვანება. ამიტომ ნების კვირის ორშაბათს თუთაშხას, როგორც მთვარის დღეს ეწოდებოდა დიდ თუთაშხას დიდი ორშაბათი. ამ კვირას ეწყობოდა როგორც ოთუთაშხური, ანუ საორშაბათო, ისე ოჯუმაშხური, საოთხშაბათო და დიდი ხუთშაბათის სადიდებელი ოცაშხური ლოცვები. ამ უკანასკნელ რიტუალს შემდეგ ოწაშხური დაერქვა და გადატანიქნა ხსნილ დღეზე, მის სწორ ხუთშაბათზე, აღდგომასა და ახალ კვირას შუა. ნების კვირაში მეგრელები გამოყოფდნენ ცაშხა ჯინჯის, იგივე ცაშხა დიდს, ანუ დიდ ხუთშაბათს. ხალხები წარმართული ასტრალურ კოსმიური აზროვნებით ცაშხა, ანუ ხუთშაბათი გახდა ცის დღე, მაგრამ დიდი ხუთშაბათი იწოდებოდა ცაშხა ჯინჯად და ანუ ფუძე ხუთშაბათად, ყველა ხუთშაბათის უფალად, საწყისად. ამიტომ საღვთო ხუთშაბათი მოიხსენიებოდა როგორც ცაშხა ბედნერი,
ცაშხა დიდებული, ანუ როგორც ხუთშაბათი ბედნიერი, ხუთშაბათი დიდებული. საინტერესო რომ თანამედროვე აფსუ აფხაზებიც ანალოგიურად მოიხსენიებენ ცაშხადის და მას ჩაჩხადიც უწოდებენ, რაც პირდაპირ მეგრულის გავლენით არის ადგილზე დამკვიდრებული. როგორც ირკვევა, კოლხურ სამყაროში ცაშხა ჯინჯი, ცაშხა დიდი, რომელიც ემთხვეოდა გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ პერიოდს, მიჩნეული იყო სიყვარულის, ნაყოფიერების, კოსმოსის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელოში არაერთი რიტუალი იყო დაცული. ზოგიერთ მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ცაშხა ჯინჯის, ანუ დიდი ხუთშაბათის დღეს ყველა ოჯახში ითესებოდა გოგრა, რომელიც სიმბოლურად ასახავდა კოსმოსის მთავარი მნათობს მზეს. და შესაბამისად, სწორედ ამ დღის არჩევანში დევს ამ რიტუალის სიმბოლური და მისტიური ხასიათი. საინტერესოა, რომ გოგრა უთუოდ მსხვილი მრგვალი ფორმების მქონე ქალს უნდა დაეთესა. ერთი ახსნა ამისა, გოგრას მთესველივით მსხვილი იქნებოდა და მეორე ის, რომ მსხვილი ფორმების ქალი ამ რიტუალში განასახიერებდა ბენდიდას, დიდ დედას, დედების დედას, ნაყოფირების ქალღმერთს, რომელიც სწორედ ასეთი წარმოედგინათ და ასეც აღწერდნენ კიდევაც ჩვენი წინაპრები მითებში, ლეგენდებში, ზღაპრებში და თუ გნებავთ, ასეთია ნაყოფირების ქალღმერთი თიხისგან გამოძერწილ თუ ქვაში ნაკვეთ ფიგურებში, რომელთანაც ხვდებით როგორც ჩვენში, ისე სხვა ქვეყნის არტეფაქტებში. ამ რიტუალში ცხადია, რომ მეგრელები სხვა ხალხების მსგავსად გოგრაში ხედავდნენ არა მხოლოდ ნაყოფირების სიმბოლოს, არამედ მინიატურულ კოსმოსს, მზეს და მის თვეს, ბჟაშტიბის, რასაც მათ კარნახობდა გოგრის სიმრგვალეს და მრავალთესლიანობას. ჩაშხა ჯინჯის, ანუ დიდი ხუთშაბათის სამეგრელოში არსებობდა კიდევ ერთი რიტუალი, რომელსაც ერქვა გერიში რჯგინა. ამ დღეს სამეგრელოში იცოდნენ მდინარეში ტანის დაბანა. ხალხის აზრით ძველად სწამდათ, რომ სწორედ ამ ცაშხადიდან თბებოდა მდინარი წყალი და ყოველი სულიერი არსება ზამთრის შემდეგ პირველად ამ დღეს იბანავებდა წყალში და ადამიანი ცდილობდა არ დაესწრო ცხოველებს ტანის დაბანაში. მათ შორის მგელსაც და პირველად მდინარეში ტანის დაბანასაც გერის რჯგინა ეწოდა. ამ დღეს ძველად ასევე ცოდნიათ ნაცრის სხის ოჯახში, ეზოში ჩაყრა. ამას იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ ჩვენს ოჯახში წყილი მოშორდება და არამოკეთე მეზობლის სახში დაეფუძნება. ბუნებრივი არსებობს ლოგიკური შეკითხვა, რა კავშირი აქვს მგელთან გაჯიბრებას, ნაცრის სხის ეზოში ჩაყრას და ასე შემდეგ ქრისტეს აღდგომასთან? დიდი მნიშვნელობა არ ჭირდება იმას, რომ ცაშხა ჯინჯობა, ცაშხა დიდობა წარმართული დღესასწაულის გადმონაშთია. ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული, რომელიც მთავარი ღვთაების პატივსაცემად ეწყობოდა. ის ხომ ცაშხა დიდია, თანაც გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძების და გამოცოცხლების დროს იმართება. ზოგადად აღსანიშნავია, რომ მთავარი წარმართული დღესასწაულები უმეტესად ამ დროს იმართებოდა და ისიც აღსანიშნავია, რომ ცაშხა ჯინჯობა განსაკუთრებით თურმე სოფელ ცაიში აღინიშნებოდა. ცაიში ხომ უძველესი ცის ღმერთისთვის აგებული ტაძრის ადგილია, სადაც ქრისტიანულ ხანაში აშენდა ახალი ეკლესია. თავისთავად ნათელია, რომ ცა მეჯოგის, კერძოდ მენახერის მფარველი ღვთაება. ამ დღეს იმართებოდა ლოცვა ოწაშხურე, ანუ ოცაშხურე ხვამა, სახუთშაბათო, საცისდღეო ლოცვა. ამ ღვთაებისთვის განკუთვნილი ლოცვა. ეს იყო საქონლის გამრავლების სავედრებელი რიტუალი. ეწყობოდა მსხებშეწირვა შინაური საქონლის მფარველი ღვთაების ვადი. ამდღენად ერთი დღე კვირაში, ცაშდღა, ანუ ხუთშაბათი, ამ ღვთაების დღეა. ცაშხა ჯინჯი, ცაშხა დიდი კი ხუთშაბათთა შორის ყველაზე მთავარი ხუთშაბათია, ისევე როგორც ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის მთავარი დღესასწაული აღდგომაა. რას არ შევეხეთ დღეს ბატონლაშა? კი, ბატონო. რამდენი რამ არის დაკავშირებული ამ ცაშხა ჯინჯთან და საერთოდ რადიკალურად განსხვავებული არა, მაგრამ ბევრად განსხვავებულია ცაშხა დიდზე, არა? ხო. რაღაცნაირად სულ კი, ბატონო. სხვანაირია, რაღაცნაირად მეც რაღაც თითქოს ერთ-ერთში წარმოვედგინე, მაგრამ სულაც არა. ანუ თუმცა მაინც რაღაცა კავშირები ჩანს. ცხადია, ხო, აი ცხადია. ასე თქვათ საიდუმლოსერობა კი, რომ ბატონო. მოეწყო ხუთშაბათს, აქაც ხდება ზიარება, სამყაროსადმი ღმერთთან ზიარება. გამიგე? კი, ბატონო. ეს სიმბოლური ალეგორიებია და სწორედ ამიტომაც მიიღო ქრისტიანობამაც ეს ტრადიციები და დიახ. მართალია ტრანსფორმირებულად, მაგრამ მეტნაკლებად ავთენტური სახით და რაღაც შემორჩა. ძალიან ბევრ რაღაცაში თანხმობით რა მსგავსება რომ იყო, ამიტომაც შეერწყა კი, ესე ნამდვილად. მარტივად და მტკივნეული არ ყოფილა გადასვლა. მეც ყოველთვის ამას და ეს- აღვნიშნავ, ხო. იმიტომ რომ ჩვენთან იმიტომ გაადვილდა უბრალოდ მოსახლეობაში უცებ გავცელდა ქრისტიანობა, კი, გამომდინარე ბატონო. იქიდან რომ ძლიერი იყო რწმენა, დიახ, ღვთის სადმი რწმენა და ამან გაუადვილა ჩვენს საზოგადოებას, რომ ერწმუნათ იესო ქრისტე და ჭეშმარიტი ქრისტიანობა. არ შეიძლება ამ ყველაფერს რამე დაამატო. მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ცხადია, კვირაში ერთხელ გვაქვს ეს გადაცემა ყოველ ხუთშაბათს. დიახ. ამიტომ ამაზე რომ არ გვესაუბრათ, რა თქმა საშკარი უნდა, ამ ხო. დღეს. არაფერ არ შეიძლებოდა და ბატონმა ლაშამ გადაწყვიტა და სწორიც არის ამ თემაზე დღეს საუბარი. იქითა კვირას, იქითა ხუთშაბათს ვისაუბრებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და ძალიან ბევრ რამეზე. უფალ თანაფაზე და მასთან დაკავშირებულ კი, ბატონო, რიტუალებზე, ძალიან ბევრი როგორც საკითხია. სახალხო რიტუალებზე, ასევე საეკლესიო რიტუალებზე, იმიტომ რომ ერთმანეთში სიბიოზმად ეს ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელი. დიახ, მოკლედ ეს იქნება ჩვენი იმ ხუთშაბათის კი თემა. ბატონო, კი ბატონო, აქაც შეგვეძლო ბევრი თემები ჩაგვეშალა. უბრალოდ აი ეს დროის ფორმატიდან გამომდინარე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კვირაში ერთხელ არის ჩვენი გადაცემა და კი, ბატონო. რადიო გადაცემა და ბუნებრივია, ამიტომაც თუმცა ნაადგომებ ჩვენ შევეხებით აი ამ სხვა თემებსაც, რომელიც ჩვენი რადიოსმენისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და ბატონო
ლაშა არ გააკეთებს იმას, რომ დაგაკლდეთ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენ წარსულია, ჩვენი ისტორიიდანაა, ეს არ მოვიდეს თქვენამდე. ბატონლაშა, ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის, მადლობა ყველას, ვინც შექმნა ეს გადაცემა და ყველას, აბსოლუტურად ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი დღესასწაული. მრავალს დაესწარით. ქირსე გეთანდო. ემეთო გეთანთ გილოცავთ აღდგომას ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც მეგრელები უწოდებენ უფალ თანაფას და ეს იყო ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი გამორჩეული, ანუ თანაფა გოუთანთ, თანაფა იყო ბედნიერების მომტანი, ანუ ადამიანს როცა იტყოდნენ თანაფა გოუთანთ, ეს ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი არის უბედნიერესი და აბსოლუტურად თანაფა ასოცირდება ადამიანის ღმერთთან ზიარებასთან და მოკლედ მინდა ყველაფერი საუკეთესო ბედნიერება გისურვოთ, რომ თქვენს ყველას ოჯახს, ანუ თქვენს ფანიას არცას უფალ თანაფა გორთანაბდა. ბედნიერ თანაფა გოითანუან ღოროთ. ამინ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კიდოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 243-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.